რა სამწუხაროა, როცა ადამიანებს მარტო მოსმენილის გააზრების პრობლემა კი არ აქვს, არამედ გიწერენ მსგავს კომენტარებს ისწავლეს სიტყვა aftermarket, თან ქართული ასოებით წერენ რა. და ამ დროს სხვაობას ვერ ხედავენ მოდიფიკაციას, ანუ tuning და aftermarket, იგივე გერმანულად nachbau, ან ქართულად რეპლიკას შორის. სხვაობა კიდე ძალიან დიდია. რეპლიკა თქვენ ენაზე aftermarket ნიშნავს, რომ წარმოებული აკეთებს ქარხნული ნაწილის ზუსტ ასლს, ქართულად ასლი ქვია მაგას, და იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას. პლუს ეს ნაწილი არ ახდენს მანქანის არანაირ პარამეტრზე ზეგავლენას. და იმ შემთხვევაში არის ევროპაში მხოლოდ ნებადართული, როცა გადის სპეციალურ შემოწმებას, იცავს ევროსტანდარტს და ენიჭება სპეციალური ნიშანი. ეს არის სხვაობა. ეხლა კიდე რას ვამბობ სინამდვილეში ვიდეოში. ევროპაში ყველგან არის აკრძალული ავტომობილების თვითნებური მოდიფიკაცია. თვითნებური მოდიფიკაცია თქო. იცი რა არის ეგ? AliExpress-დან პლასმასი რო შევიკვეთე, ორმაქს კოჩი აიყვანე, დააკარი მანქანას და ეძახი. აი ეგ არის არალეგალური, თორემ ზოგადად ტუნინგი არ არის არსადა არალეგალური. ოღონდ ეს კეთდება ან ტუნინგ ატელიეს, ან სერტიფიცირებული მწარმოებლის მიერ შექმნილი პროდუქციით.